სკოლას რომ ამთავრებდი და სტუდენტობაშიც უბრალოდ დასაბმელი ვიყავი რა რამე საქმე გამეკეთებინა. კანის წყალს ავსებდი და ყიდდი. ხო, დავათრევდი ამ ბოთლებს. ძალიან უჭირდა ჩემო ოჯახს ამ პერიოდში. მე არ თაკილობდი მაშინ მეორადებში რაღაცების ყიდვას და ესე 5 ლარი მქონდა გათვლილი. ეს იდეები საიდან მოგდიოდა? ვერ გავმართა ეს ბიზნესი და დავრჩი ვალით $300 რომელიც ვეჭესხებებიათ. მე რამდენი მცდელობა იყო უკვე დამცინი მე кайფებოდი ეს ჩემი მაგაცები. ამას რაღაც ახალი იდეა. აბა რასაპირეთ გითხარი და აი რაღაცა გამოდის. ნულიდან კი არ დავიწყე, მინუსიდან დავიწყე, მუშაობ. რა თქმა უნდა მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. თუ გინდა კარგად გაკეთდეს რაღაც. უნდა გააკეთო შევიდეთ. ძალიან ბევრს არ უხარია შენი წარმატება, ახლობელს შინაურს არ უხარია. ეს არის ფასი. ისე რა გულახდილი საუბარი. ხა ვიღაცამ შეიძლება ეს მონათლოს აი რა ამპარტავნება. მე მჯეროდა ყოველთვის რომ მე აი რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ რას წარმოდგენა არ მქონდა. შენ ცხოვრებაში ფული რა პრობლემას ვერ წყვეტს? ადამიანი ზოგადად მარტოა რა. ეს არის ტრაგედია. იმედი ჯობი ალბათ არ გქონდეს. შენი თავის გარდა არ ვიცი. Yes. რა გასწავლა რომანტიკულმა ურთიერთობებმა ისეთი, რაც ვერც ერთმა ბიზნესმა ვერ გასწავლა? სურვილების ზღვარი ალბათ. რა იყო შენი შემდეგი მცდელობა?